დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა დღეს ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის საბავშვო, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ოზურგეთის მერიის ჩართულობით გაიმართა. მოიწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. საბავშვო აქტივობებით იყო დატვირთული ეს დღე. ჭადრების ბაღისა და მოედნის მიმართულებით მოძრაობდნენ კოსტუმირებული ოჩოფეხები. მოიწყო გიგანტური საპნის ბუშტების შოუ და გინესის რეკორდსმენმა გოდერძი მახარაძემ წელსაც დაამყარა ახალი რეკორდი. უკვე მოგვიანებით მთავარ სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლები საკონცერტო პროგრამით წარსდგენ. ანსამბლების რეხეულისა და შემოქმედის მიერ შესრულდა საქართველოს ჰიმნი. სალუტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ გაიშალა 10 მეტრიანი საქართველოს დროშა. საღამოს კი თეატრალური კვარტეტი, მასტერი, ხამის შოუს ბენდი და დიჯეი ნაქები წარსდგენ მაყურებლის წინაშე. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად თითოეულმა ქართველმა იბრძოლოს და იმუშაოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის უწყვეტი პროცესი და ამას ყოველდღიური შრომა სჭირდება. დღეს ძალიან დატვირთული დღე გქონდა ოზურგეთში, გურიაში, სხვადასხვა აქტივობები იყო, რომელიც ყველა თაობის ადამიანებისთვის იყო გათვლილი და ასევე ჩვენ ყველამ ერთად პატივი მივაგეთ ჩვენს ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას ხსოვნას და ყველა იმ გმირს, რომელმაც საქართველოსთვის შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა მადლობა გადაუხადო ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს ამ უდიდესი მსხვერპლისთვის და საქართველოს მომავალშიც დარწმუნებული ვარ იქნება კიდევ დამოუკიდებელი, კიდევ უფრო სუვერენული და ეს ღონისძიებები კიდევ უფრო მასშტაბური იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ულოცავ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს ენერგეტიკის სახელით გვაქვს პატივი რომ ვასპინძლობთ ჩვენს მაცხოვრებლებს ოზურგეთში, სადაც წარმოდგენილია როგორც დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ ინფორმაცია, ასევე განსაკუთრებით დატვირთულია ენერგეტიკული მიმოხილვით ენერგეტიკული სექტორით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საკმაოდ დიდია დაინტერესება ჩვენი მაცხოვრებლების მხრიდან, დილიდან უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, განსაკუთრებით ბავშვებმა და ძალიან სასიხარულოა, როდესაც მცირეწლოვნებს საკუთარი თვალით აქვს შესაძლებლობა, რომ იხილონ ძალიან მარტივად აღქმადი ენერგეტიკული სექტორის განვითარება. აღნიშნულ აღქმაში მას დაეხმარა წარმოდგენილი მაკეტები, როგორც მზის, ასევე ქარის პროექტების განვითარების მიზნით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებმა საკუთარი თვალით იხილეს ინფორმაცია იმ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დარგის განვითარებას, იმდენად რამდენადაც სწორედ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისა და ექსპლუატაციის შედეგად ჩვენი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც ენერგოდამოუკიდებლობა ჰქვია. პარალელურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ეხმარება ჩვენს ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი მაცხოვრებლების უსაფრთხო და საიმედო ელექტროფიცირებასთან. მინდა სრულიად საქართველოს და თავდაცვის ძალებს მიულოცო ეს დღე 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე. დღეს ოზურგეთში წარმოდგენილი არის თავდაცვის ძალების შეიარაღება, ტექნიკა, აღჭურვილობა. შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს მოვიდნენ, გაეცნონ, გაათვალიერონ და ასევე გადაიღონ ფოტოსურათები ტექნიკასთან და შეიარაღებასთან.